მოდით ვისაუბროთ ტანტრუმზე. ალბათ შესწრები ხართ სიტუაციას, როდესაც ბავშვი ტირის, ყვირის, კივის, ძირს წვება, ფეხებს აბაკუნებს. ამ მდგომარეობას ეწოდება ტანტრუმი. ტანტრუმი არის კომუნიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომლის საშუალებითაც ბავშვები თავის ბრაზსა და იმედგაცრუებას გამოხატავენ. ზოგადად ითვლება, რომ პირველი 1-დან 3 წლამდე ასაკის მქონე ბავშვების უმრავლესობა ახორციელებს ტანტრუმის ქცევას განსხვავებული სიხშირით. როგორც წესი, 4 წლის ასაკისთვის ტანტრუმი აღარ უნდა ვლინდებოდეს, ან უნდა იყოს მნიშვნელოვნად შემცირებული, რადგან ამ ასაკში ბავშვი სწავლობს მოთხოვნილების სიტყვიერად გამოხატვას. ძალიან საინტერესოა, რა შეიძლება გახდეს ტანტრუმის მაპროვოცირებელი. ხშირ შემთხვევაში, მშობლებისთვის და ბავშვთან მომუშავე პერსონალისთვის ტანტრუმი არის დამაბნეველი და ამავდროულად დამღლელი. ამის თავიდან არიდების მიზნით უფროსები ხშირად უსრულებენ ბავშვს სურვილს და ტანტრუმი დაისწავლება როგორც რაიმე სასურველის მიღების საშუალება. შესაბამისად, განმეორების ალბათობა იზრდება. ტანტრუმი შეიძლება გამოიწვიოს ბევრმა მოვლენამ. მაგალითად, ბავშვისთვის რაიმეს აკრძალვა, ბავშვის გადაღლა, შიმშილი, რუტინის ცვლილება, ისეთი დავალების მიცემა, რომელიც რთულად შესაძლებელია ბავშვისთვის, ან როდესაც ბავშვს აკლდება ყურადღება. შეუძლებელია ყველა სიტუაციაში თავიდან ავირიდოთ ბავშვის მიერ ტანტრუმის გამოვლენა. თუმცა გარკვეული სტრატეგიების გამოყენებით შეგვიძლია აღნიშნული ქცევის გამოვლენის ალბათობა შევამციროთ. ეს სტრატეგიებია: წაახალისეთ ბავშვი, მოთხოვნილებები ვერბალურად, სიტყვიერად გამოახატინეთ, რათა შეძლოს ემოციების სახელდება. მაგალითად, მე გაბრაზებული ვარ, მე მეწყინა. გქონდეთ ასაკისა და განვითარების შესაბამისი მოლოდინები. ნუ მოთხოვთ ბავშვს ყველა წესი სრულყოფილად დაცვას. იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვი ტანტრუმს ყურადღების მიქცევის მიზნით მიმართავს, მისი პრევენციის საუკეთესო საშუალებაა ბავშვისთვის სათანადო ყურადღების დათმობა, როდესაც ბავშვი მისაღებ ქცევას გამოავლეს. ეცადეთ აირიდოთ სიტუაციები, რომლებიც იმედგაცრუებას იწვევს ბავშვში. გააკონტროლეთ, რომ ბავშვი იყოს დასვენებული. ზოგადად ბავშვები ნაკლებად აპროტესტებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელთა მიღებაშიც თავად მონაწილეობენ. ამიტომ, როდესაც შესაძლებელია, მიეცით მათ არჩევანის გაკეთების უფლება. მაგალითად, თუ კი ბავშვს არ სურს ქუდის დაფარება ცივამინდში, აუხსენით, რომ ამის გაკეთება აუცილებელია. თუმცა შესთავაზეთ, რომ თავად აირჩიოს რამდენიმე ქუდიდან ერთ-ერთი. გახსოვდეთ, რომ ბავშვებისთვის მოზრდილები როლურ მოდელებს წარმოადგენენ. იყავით მისაბაძი მაგალითი ბავშვისთვის. მოერიდეთ ყვივილსა და კამათს მისი თანდასწრებით. ბავშვისთვის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები დროულად უნდა იყოს დაკმაყოფილებული. თუ ბავშვს რაიმე ზეუბნებით არას, თქვით მშვიდი ტონით, მაგრამ თავდაჯერებულად. თუ ატყობთ, რომ ბავშვი იწყებს ტანტრუმს, ეცადეთ ყურადღება რაიმე სხვა აქტივობაზე გადაატანინოთ.